საღამოშვიდობის საპატუცემულო ტელემაყურებლებო, ტელეკომპანია TV12 ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირდაპირ ეთერს უბრუნდება და ვიწყებთ პირდაპირ მაუწყებლობას გადაცემით ჟურნალისტის დღიურები. მე ჯემალ მეგრელიძე გახლავართ და დღეს ჩვენს პირველ გადაცემაში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს დავუთმობთ ეკრანს და ვისაუბრებთ ყველა იმ მოვლენის ირგვლივ, რომელიც ჩვენს ირგვლივ ხდება. და რა თქმა უნდა, აქვე გეტყვით იმასაც, რომ სულ მალე ეთერს დაუბრუნდება ჩვენი ტრადიციული გადაცემები და მომავალი კვირიდან უკვე აღდგება რეგულარული მაუწყებლობა. რაც შეეხება დღევანდელი გადაცემის სტუმარს, გახლავთ პუბლიცისტი დავით ჩხარტიშვილი, საღამოშვიდობისა ბატონო დავით, ცოტა ეთერი დაგვიძველდა, მაგრამ ჩვენს მაყურებელს და მკითხველს ვებგვერდიდან ახსოვს თქვენი ძალიან საინტერესო ინტერვიუები, რომლითაც ჩვენ ვეხმაურებით ჩვენს ყოველდღიურობას და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. მე მინდა, რადგან საშუალება მეძლევა მიუსამძიმრო მთელ საქართველოს ჩვენი პატრიარქის გარდაცვალება და ამავდროულად გამოვთქვა იმედი, რომ ის ამაღლდა ზეცად და ზეციდან ილოცებს სრულიად საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, ჩვენთვის რთული დღეები დადგა. ჯერ კიდევ გლოვობს საქართველო. პატრიარქმა დაგვიტოვა ნათელი ორიენტირები, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი და როგორი უნდა ვიყოთ ჩვენ ყოველი და ასევე მთელი საქართველო. ის 30 წლის განმავლობაში ფაქტურად, როდესაც დაქუცმაცებული საქართველო იზმებში გახვეული ზოგი მარცხნივ ეკაჩებოდა, ზოგი მარჯვნივ ეკაჩებოდა, ზოგი რომელი ვექტორისკენ და ზოგი რომელი ვექტორიდან, ეს 30 წელი დიდი პიროვნება გვეუბნებოდა, რომ საქართველო არის უპირველეს ყოვლისა, მივხედოთ ჩვენ თავს, კეთილმეზობლური ურთიერთობები დავამყაროთ ყველა მეზობელთან და ზოგადად მაქსიმალურად ცდილობდა აი ტრადიციონალურ კონსერვატული პარადიგმაში არსებობას და ქადაგებდა იმას, რომ აი ეს არის საქართველოს გზა. დაანებეთ ამ მემარცხენე ლიბერალის, დაანებეთ ამ რა ქვია, მემარჯვენეობას, რადიკალურ მემარჯვენეობას, დაანებეთ სოციალიზმს, მიყევით ამ შუალედურ ეკლესიაში ამას უძახიან სამეუფეო გზას, შუალედური გზა. ეს დაგვიტოვა პატრიარქმა და როგორც შევძლებთ ქართველები ასეთი დიდი კონკურენციის გარეშე მდგარი ბუმბერაზი ფიგურის გარეშე არსებობას ალბათ დრო გვიჩვენებს ამას ყველას. კარგი დავით, მოდი
საპატიმროში მყოფი სააკაშვილის განცხადება მინდა შეგახსენო, რომელმაც მოითხოვა ხელისუფლებისაგან, რომ მიეცათ საშუალება დაეტირებინა პატრიარქი, რაც ბუნებრივია, მას რის საშუალებაც არ მიეცა. რამდენად მართალი იყო სააკაშვილი ამ მოთხოვნაში, რამდენად მართებული იყო მისი მოთხოვნა, რომელიც მერე კიდევ ბოლო პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, სალომე ზურაბიშვილმაც გაიმეორა. წმინდა ფორმალურად თუ მიუდგები, რა თქმა უნდა, მართებული არ იყო ეს ერთ-ერთი რიგითი პატიმარია. ჩემი აზრით, დააშავა და ისჯება და უნდა იჯდეს და არავითარი ის არ უნდა იყოს პაპლაშკები ამ მხრივ, მაგრამ თუ აი პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ვიმსჯელებ და გრძელვადიან პერსპექტივაში შევხედავთ ამას, შეიძლება და დაფიქრებულიყო ხელისუფლება, რომ რაღაც მომენტში გამოეშვათ, მაგრამ მისი ხასიათიდან გამომდინარე ეს გამოიყენებდა წმინდა რაღაც პოლიტიკური ვიწრო რაღაც მიზნებისთვის და არა ისევ და ისევ ილია მეორეს დანაბარებისთვის, რომ ერი უნდა რაღაცნაირად გაერთიანდეს და გასაგებია, ეს ყველაფერი დაემთხვა ომს მსოფლიოში. ამერიკის შეერთებული შტატები იყო ჩართული, არის ჩართული ამ საომარ მოქმედებებში, ირანი და რა თქმა უნდა ისრაელი. ამასთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ გითხრათ? რა შეიძლება თქვა და დიდი რომ ჩემი აზრით, ჩემი დიდი სიმპათიების მიუხედავად ტრამპის მიმართ, როგორც საპირწონეს ძალიან ცუდი ძალის, რომელსაც ბაიდენი და ეს კამალა წარმოადგენს, მაგ დაჯგუფების საპირწონეს ხედავ მაგ პიროვნებას, მე მგონი წინდა არ იყო, რა ქვია, კარგად დაგეგმილი და ამაზე მეტყველებს ის, რომ უკვე მის ჯგუფში, ტრამპის ჯგუფში ძალიან ბევრი დაუპირისპირდა მის და ზოგი მიდის უკვე, რა ქვია, პროტესტის ნიშნას ტოვებს თანამდებობას, ამას წინათ კონდასვერის ცენტრის ხელმძღვანელმა დატოვა კიდევ რამოდენიმე მისმა უახლოესმა თანაგუნდელებმა და თავად მის მოკავშირეებში ევროპაში გაუგებრობა, რბილად რომ ვთქვა, გაუგებრობა გამოიწვია ამ ნაბიჯმა. რომ ფიქრობენ, ნუ იქ წინსწრებით იქ ეპშტეინის ფაილების გამომზაურება იყო, ამასაც ბრალდება რაღაცნაირად ეს ქმედებები იქ ისრაელის ზეწოლას ბრალდება. ახლა ირანი რო რა ქვია, ირანი რო ასე ვთქვათ, იდეალური წყობა არაა და იმის მაჰატმა განდის იდეალებს არ მისდევენ, მაგი ყველა ვიცით, მაგრამ ასე უცხო ქვეყანაში შეჭრა, წონა და ათასობით სიცოცხლის ათასობით იქ მარტო იმის დასახება რა დღეს რომ შეიწირა 160 პატარა ბავშვი გოგოს სკოლას რომ დაარტყენ შეცდომით იყო თუ ამით იყო, ახლა რო გეგმა ოპერაციას ესეთი აღლიშები არ უნდა მოგივიდეს, ხო? თუ გაქვს პრეტენზია რაღაც უფრო დიდზე ვიდრე საშუალო დონის ბანდიტური ქვეყანა რა, თუ გაქვს პრეტენზია ამაზე და თუ არ გაქვს, თუ ვიძახი რომ მე ძველი მე-19 საუკუნის დროინდელი იმპერიალისტი მოქმედა, კი ბატონო, მაშინ ყველაფერს დაარქვის სხვანაირი სახელი და არა ეს ლეხვის ფოთლად ისქენი, რა ქვია, ამოიყენე ეს სხაპრები დემოკრატიის დანერგვაზე და ირანში რაღაც ლაიცისტური რეჟიმის დამკვიდრებაზე ვითომს და ზრუნავ. ამ დროს სინამდვილეს სხვა არის ისრაელის ინტერესების დაცვა, ალბათ ნავთობია და კიდევ ბევრი სხვა ნიუანსი, რომელიც სხვა გადაცემაში უნდა ველაპარაკოთ, რომ გავშალოთ ალბათ თემას. კი ბატონო, თანდათან დავიქოქებით ალბათ და უფრო კარგად გავშლით ამ თემებს ვიზუალური ეფექტებით, რა თქმა უნდა, დათო რა მინდა გკითხო. აი, ირანის და ისრაელის ომის თემამ თითქოს გადაფარა და ჩაყლაპა რუსეთ-უკრაინას შორის ომის თემა. ამ მხრივ რა ხდება, რა შეგიძლია გითხრა? ამ მხრივ რა ხდება, რაც ხდებოდა 4 წლის განმავლობაში, ნელა
ეგ 1500 კილომეტრია გადაჭიმული ფრონტი. გაიწევს ერთი 200. ანუ შენი ძალიან ბევრი წინასწარმეტყველება მაშინ 4 წლის წინამდე ასრულდა. კი, ეს წინასწარმეტყველება არ იყო, ეს უბრალოდ ცოდნა იყო არსებული გეოგრაფიული მდგომარეობის, ისტორიის და ძალთა ბალანსის მეტი კი არაფერი. რაც ვიძახოდით, ისაა და ნელ-ნელა ამერიკამ საერთოდ შეუწყვეტა დახმარება. ევროპაში კი ხედავთ, ახლა ევროპამ რომ დაეხმაროს, იქ კონსენსუსის საფუძველზე უნდა მოხდეს, იქ არის ბევრი ქვეყანა, რომელიც ეწინააღმდეგება ამას, დიდი რესურსიცაა უკვე დახარჯული, კორუფციული სკანდალს ემატება თავად უკრაინაში, ამას წინათ აპარატის ხელმძღვანელი ციხეში ჯერჯერობით პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი ციხეში ჯერჯერობით არ გაუშვეს, მაგრამ ჩამოაშორეს ეს პირდაპირ ზელენსკიზე დარტყმა მოახდინა იქ SBU, რომელსაც ევროპული ინსტიტუტები აკონტროლებენ, ძალიან ჩახლართული და უკრაინისთვის ასე ვთქვათ არა სახარბიელო სიტუაცია, რომელიც მე მგონი ძალიან ცუდად დამთავრებისკენ მიდის და დამთავრდება ცუდად უკრაინისთვის. მოკლედ მთელი მსოფლიო ფაქტობრივად არეულია. ამერიკა, რუსეთი, უკრაინა, ირანი, ისრაელი. ერთხელ ითქვა და ის სამყარო, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, იალტა პოცდამის სამყარო, რომელსაც შეთანხმდნენ თავის დროზე სტალინი, რუზველტი, ჩერჩილმა ამოწურა მისი შესაძლებლობები. იბადება ახალი სამყარო, რომელიც ჯერ არ ვიცით როგორი იქნება საბოლოო სახე მაგ სამყაროს, მაგრამ ის რომ ბევრად უფრო რევანშისტური, ნაციონალისტური არა ეს ფსევდო როგორ ვთქვა ლიბერალური დავარცხნილი, ზედმეტად დავარცხნილი იქნება და ბევრი დაცებელი გამოყოფს, კლანჭებს და თავიდან მოინდომებს რაღაცეებს დაბრუნებას, გადანაწილებას და ასე შემდეგ, ეს უკვე აშკარაა. და ღმერთმა დაიფაროს აი ამ ვითარებაში, ამ არეულობაში საქართველოს და აი ამ დროს მართლაც უნდა იყოს ძალიან მოზომილები, ძალიან ტოლერანტულები და ისევ და ისე როგორც დავიწყეთ, მისი უწმინდესობა ილია მეორის მისი ანდერძე კი მისი ქცევის მოდელი იყო მთელი ეს 30 წლის განმავლობაში. მიყვეთ ამ ანდერძს და ვიყოთ და ანდერძი კიდევ ერთხელ რომ ვიმეორებ. მისი ჩასლა რუსეთის პატრიარქთან, შეხვედრა, სწელობა დალაგებისა, მისი წინა ფაქტობრივად ფორპოსტი იყო მთელი ეს პერიოდი თავისუფლების ინსტიტუტის და ეს მემარცხენე ლიბერალური პატარ-პატარა დაჯგუფებების საქართველოში, რომლის ხელშია ძალიან ძლიერი მედია რესურსები და ასევე იმ აქციებისგან, რომელიც საკმაოდ არიან ასევე მართლ ძალაშიც შემდგრალი. მას ვიტყოდი. და იგივე პატრიარქის სიტყვები მინდა მოგაგონო, დაწყებულია მეორედ მოსვლის მეორედ მოსვლის, ახლა ქრისტიანული კერიგმა ვინც იცის ზონა წარმოადგენდა მეორედ მოსვლას ქრისტიანები პირველი საუკუნიდან როგორც კი ქრისტე აკვეს ჯვარს იმის მერე ველოდებით მეორე მოსვლას და ყოველი მეორე მოსვლა ფაქტობრივად ჩვენი სიცოცხლეს დასრულება ხო ჩვენთვის მეორედ მოსვლა ახლა პირდაპირ ბუკვალურად მოგავიგებთ ახლა მეორე მოსვლის მომენტს ჩვენ ილია ძალიან განათლებული კაცი იყო, ის აპელირებდა სხვადასხვა კულტურული კოდებით, მოყვარდა იაპონური ლიტერატურა, მაგალითად ტოლერანტობის, მაგალითად სალადინი მოყავდა, დიდი მუსლიმი მხედართმთავარი, ძალიან იშვიათია, რომ მღვდელმთავრები რომელიმე რელიგიის ესე ფართოდ უყურებენ ხოლმე მოვლენებს და იყენებდა სხვადასხვა კულტურულ კოდებს და ბუკვალურად მოვიგებთ რაღაცებს. მეორედ მოსვლა, რა თქმა უნდა, მეორედ მოსვლა იქნება, როდის იქნება ეს ჩვენ არ ვიცით. ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი ერთი დღე რომ დასრულდება, ჩათვალე რომ ისე უნდა გაატარო ეს დღე რომ მეორედ მოსვლისთვის მზად უნდა იყოთ. ისე წესერად უნდა იცხოვროთ, ისეთი რაღაცები დანერგო, რასაც წინ რა ქვია წამოსდა მე მგონი აკურტი მასიზამე წმინდანში რაცა
ილია მეორე გვასწავლი და ასე. აი, სამგლოვია რომ დღეებს დაემთხვა ფორუმი უნგრეთში, რომელზეც ქვეყნის პრემიერი გიორგი კობახიძე იმყოფებოდა, ისა ირაკლი კობახიძე უკაცრავად და რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ფორუმი საქართველოსთვის, ჩვენთვის, მაშინ როცა ერთი მხარე პროევროპულ აქციებს მართავს და უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ეს აქციები, მეორე ფორუმზე გამოითქვა დადებითი შეფასებები საქართველოს ხელისუფლების კურსისა და ქვეყნის კურსის შესახებ და რა შეგიძლია რომ უთხრათ ამასთან დაკავშირებითაც ჩვენს მაყურებელს და მე მგონი დღეს ამით ცოტა შორს წაგვიგან ახლა ატომარულ დონეზე რომ დავიწყო ახსნა რა ხდება სინამდვილეში მაგრამ ვეცდები კომიქსის დონეზე რა სურათებად წარმოუჩინო ეს მაყურებელს ანუ ჩვენთან საქმე იმაშია რომ ჩვენთან ეგრეთ წოდებული ევროპული ცხოვრების წესი პროევროპულობა ნიშნავდა ადრე სოროსის მიერ დაფინანსებული ინსტიტუტებიდან შემოსული იდეების ზიას და მაგ ტიპის აქტივობებს მოკლედ რაც შეეხება რაც მაგ ინსტიტუტების მეშვეობით და უშუალოდ ამერიკული დემოკრატიული პარტიის პატრონაჟის ქვეშ ხდებოდა. ნებისმიერი სხვა აქტივობა ითვლებოდა პრორუსულ პროპაგანდად, პრორუსულ პოზიციად. ამ დროს უზარმაზარი პლასტი, ევროპული უზარმაზარი პლასტი სწორედ მაგ იდეოლოგიის მომხრეა და ანუ ტრადიციულ კონსერვატული იდეოლოგიის მომხრეები არიან და ეს ორბანი წარმოადგენს სწორედ მაგ პლასტს და ესეც ევროპული ხაზია, მაგრამ არა ის ევროპული, რაც პრინციპში სათავეშია ამჯერად ევროპაში, მაგრამ თუ ევროპაში არაა სათავეში ეს ხაზი, სამაგიეროდ ამერიკაშია სათავეში ეს ხაზი, ხო, ტრამპის სახით. მაგრამ იქაც მთლად არაა ეს საქმე. ამ ირანულმა ავანტიურამ სერიოზულად დაუწია რეიტინგები, ამ მონაცემებით ახლა მე მგონი 12 აპრილსაა მე მგონი ახლა არჩევნები უნგრეთში თუ არ მეშლება. იქაც არასახარბიელო პროგნოზებია ორბანისთვის. ზლავრობს უფრო და უფრო ეს მემარცხენე ლიბერალური იდეოლოგია, მისი ადეპტები იქ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში არ მგონია მაგათ დიდი დღე ეწეროთ და ამიტომაც არ უნდა შეშინდეთ და აღებულ გეს ჩვენი მთავრობა ბოლომდე უნდა მიყვეს. ამას ვიტყოდი და უსურვებდი წარმატებას, რომ ნამდვილად ისეც რა ქვია სწორ და პერსპექტიულ ხაზს აზის ჩვენი ხელმძღვანელობა. European bureaucracy must recognize our right to sovereignty. ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აღიაროს ჩვენი სუვერენიტეტისა და დემოკრატიის უფლება. იყო პროევროპული, აღნიშნავს იყო ანტიეროვნული, ანტიქართული. ჩვენ გვწამს სხვადასხვა ერისგან შემდგარი ევროპის თავიანთი ძლიერი იდენტობით. სიამაყით ვდგავართ მათ გვერდით, ვისაც უნგრეთშიც და მის მიღმაც ჯერ კიდევ მიაჩნია, რომ პატრიოტიზმი ღირსებაა და არა ცოდვა. ევროინტეგრაციისადმი ჩვენი ერთგულება მტკიცია, თუმცა ჩვენ არ დავთვალთ ჩვენს ღირსებასა და სუვერენიტეტს. ორმაგი სტანდარტები ჩვენთვის მიუღებელია. დღევანდელ არასტაბილურ გარემოში ჩვენ ვხედავთ ბევრ შემაშფოთებელ მოვლენას, აღზევებას იმისა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ლიბერალურ ფაშიზმს, აგრესიულ იდეოლოგიასა და მოძრაობას, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში ხელს უწყობს LGBT პროპაგანდის გავრცელებას. როდესაც ბოლო პერიოდში საქართველომ მიიღო ზომები საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად, უზრუნველყო არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა ჩვენ შევეჩეხეთ დასანქცირების მუქარებს, რადგან ჩვენ გაუბედეთ გვეთქვა. მოდით დავიცვათ საქართველოს და ნება მიეცით საქართველოს თავად გადაწყვიტოს. დღეს ამით დავასრულოთ თქვენთან საუბარი. მე მაყურებელთ შევახსენებ, რომ გადაცემის სტუმარი გახდათ პუბლიცისტი დავით ჩხარტიშვილი. დიდი მადლობა დათო საინტერესო საუბრისთვის და იმისთვის, რომ გამონახეთ რო და იყავით ჩვენი სტუმარი და ვეთქვი მაყურებელს მარტო სტუმარი არა, უკვე ჩვენი თანამშრომელი, სულ ბატონ დავით გადაცემა ასე და მე აღვადგენ ჩვენ Reg Times, იმედი მაქვს მაყურებელი ძველიც და ახალი ძველი დაგვიბრუნდება და ახალი შემოგვიერთება, ბევრი საინტერესო თემით და
ეს დაინტერესებულ პირებს აგერ მისარგებლეს შემთხვევით და თქო თემებიც მოგვაწოდეთ და სტუმრების სათანადო თუ ვისაც სურვილი გაქვთ ამ გადაცემაში გულნადები და ნებისმიერ ტაბუების მიღმა ვისაუბრებთ ნებისმიერ თემაზე პოლიტიკიდან დაწყებული კულტურა დამთავრებული აი შემეცნებით მოკლედ გელით გამოხმეურებას და გისურვებთ წარმატებებს, დიდი მადლობა.